მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სიმრავლეებზე საუბარს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იქნება სიმრავლების დაყოფა კლასებად და სიმრავლების დეკარტული ნამრავლი. ახლა რას ნიშნავს სიმრავლების კლასებად დაყოფა? წარმოიდგინეთ, გვაქვს რაიმე სიმრავლე გვაქვს აქ სიმრავლე და გადავწყვიტეთ ამ სიმრავლის ელემენტები ავანაწილო რამდენიმე ჯგუფში, რაღაც ყუთები გვაქვს და აი ამ ტომრიდან ვიღებ და უნდა ავანაწილოთ რა. ოღონდ განაწილებას რა ქონდეს რა პრინციპი. და პრინციპში განაწილება ისეთი სიტუაცია, ისეთი მაგალითია, ვერც განხორციელდება ისე რომ მაგალითად პირველ ყუთში ჩაგდებული ელემენტი თან მეორე ყუთში ჩავარდეს. ხო გამორიცხულია ეს. თუ ჩავარდა პირველ ყუთში, მორჩა დამთავრდა, ის მეორეში და მესამეში ვარ იქნება. ანუ წარმოვიდგინეთ მეგობრებო, ვანაწილებთ ახლა ამ ელემენტებს და განაწილებას რა პრინციპი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ელემენტის დუბლირება არ ხდებოდეს, ჩავარდა პირველ ყუთში, მორჩა დამთავრდა. იქ იქნება და სხვაგან არ იქნება. და თან არ დამჩეს მე ტომარაში ისეთი ელემენტები, რომლებიც ყუთში არ გამენაწილებია. ანუ აბსოლუტურად ყველა ელემენტი უნდა გავანაწილო, აი ყველა უნდა ნაწილდეს ყუთებში. ანუ მე არ უნდა დამჩეს მოცეულ სიმრავლეში რაიმე ელემენტი, ასე. და ასევე მეგობრებო, ყუთები არ უნდა აღმოჩნდეს ცარიელი. არც ერთი ყუთი არ უნდა აღმოჩნდეს ცარიელი. აი გამორიცხულია ჩვენ აქ მომდეს ყუთი, ცარიელი იყოს ეს. გამორიცხულია. მოდით ახლა უფრო კლასიკურად გავარდოთ მაშინ რა არის კლასიფიკაცია მოცემული სიმრავლის, ანუ კლასებად დაყოფა. ეს არის მის არაცარიელ ქვესიმრავლებად დაყოფა, როდესაც ყოველი ელემენტი მხოლოდ ერთ ქვესიმრავლეში ნაწილდება. ყოველი ელემენტი, არც ერთი ელემენტი არ უნდა დარჩეს გამონაწილებული. რომ ვფიქროთ ახლა კლასიკური მაგალითები, რაზეც ჩვენ ადრე საუბარი გვქონდა, აი მაგალითად და მარტივ რიცხვებთან დაკავშირებით, არაერთ ვიდეოში ალბათ ახლა მინიმუმ ორ ვიდეოში მაინც დახსენები გვაქვს ჩვენ, რომ ავდგეთ და დავყოთ ნატურალური რიცხვები, ხო? რამდენ ქვეჯგად დაიყოფა მარტივობა შედგენილობის მიხედვით. და შეცდომა იყო, როდესაც ვიტყოდით, დაიყოფოდა ორ ჯგუფად, ხო? სინამდვილეში იყოფა რამდენი ჯგუფად? 3 ჯგუფად. ეს არის მარტივი რიცხვები, შედგენილი რიცხვები და ერთიანი. ეს არის სწორედ მეგობრებო კლასიფიკაცია. რატომ? იმიტომ რომ ნატურალური რიცხვი განაწილდა, ყველა ნატურალური რიცხვი ნაწილდება ამ სამი ჯგუფიდან ერთ-ერთში. ყველა ეს ჯგუფი არაცარიელია, აი ყველაზე პატარა ჯგუფი ახლა ერთიანი ჯგუფია, ერთიანი სიმრავლე, მაგრამ თორე არაცარიელია, ხო? და არც ერთ ელემენტი ორ ქვეჯგუფში არ შეგხვდება, ანუ დუბლირება არ მოხდება არც ერთი ელემენტის. არ არის რთული დასაბახსოვრებელი, შეგიძლიათ გამოყოთ რა ვთქვათ სამი პატარა მომენტი კლასებად დაყოფის. ის დამახასიათებელი ერთი. გადაწილე ყველაფერი ცარიელი არ გქონდეს და ერთი ორგან არ ჩააგდო. ორგან არ განაწილო. შეგიძლიათ უფრო რელევანტური ტერმინები მოიფიქროთ, მაგრამ თუ კარგად გაიმეორებთ ახლა ამას 2-3 ვიდეოებს, ძალიან მარტივი საკითხია. ანუ შესაბამისად ესენი კლასები არის, მეგობრებო, აი ეს ჯგუფები იწოდება კლასებად, სამი კლასი გვაქვს ამ შემთხვევაში. და ნუ ეგ არის სწორედ სიმრავლის კლასიფიკაციის ნიმუში, იდეა. მოდი გავყვეთ ახლა ჩვენ რამდენიმე მაგალითს, ჩვენ მეორე სიახლეც გვაქვს ასახსნელი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმრავლებთან დეკარტულ ნამრავლზე დღეს, მაგრამ პირველი 4 ამოცანა ვარცხები არის კლასიფიკაციაზე და ჯერ ეს 4 ამოცანა ამოვხსნათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ აი ამ თემაზე ახლა სიმრავლებთან დაკავშირებით ძირითადად ვიყენებთ საილუსტრაციოდ
სასაუბროთ გოგიშვილის კრებულს. ეს არის შემაჯამებელი აბიტურიენტებისთვის, ზუსტად არ მახსოვს კლებზე რა წერია, მაგრამ ბოლოს უკვე მე-12 კლასის შემდგომი გამოცემაა ალგებრის შემაჯამებელი სახელმძღვანელო. გავყვეთ, მოცემულია სიმრავლე M-ი, ხედავთ აგერების ელემენტებს. თუ მისი კლასიფიკაცია A, B, C, ანუ გამოდის, რომ M სიმრავლე დაყოლილია მეგობრებო სამ ქვეს სიმრავლედ. რა თქმა უნდა, ეს ქვეს სიმრავლეები არათანამკვეთია, მათ საერთო ელემენტი არ ექნებათ, ხო? იმიტომ რომ კლასიფიკაცია მოითხოვს ამას. მაშინ რომელი ვარიანტი ვარგებდა ამ კლასიფიკაციის აღსაწერად? რომელი იქნებოდა კლასიფიკაცია? გავყვეთ. იქნებოდა თუ არა A. მოდი პირველ რიგში შევამოწმოთ, ყველა ელემენტი არის თუ არა განაწილებული. ნულიანი B-შია, ერთიანი, ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი, ექვსიანი, შვიდიანი. ოჰო, ყველა ელემენტი განაწილებულია. ნუ იდეალურად მექანიკურ შეცდომა არ გაგვეპარება და რაც არ გამოვჩე. მე რომელიმე ელემენტი დუბლირებული ხომ არ არის? A-ში რაც A, B-ში და C-ში არ არის, B-ში რაც A, ნუ შესაბამისად C-ში არ არის და გამოდის, რომ ყველა კომპონენტი დაკმაყოფილდა. M-ის ყველა ელემენტი განაწილებულია, ABC სიმრავლეების არიელი არც ერთი არ არის და შესაბამისად დუბლირება რომელიმე ელემენტის არ ხდება. ეგ მომეწონა. კარგი, აბა მოდი ვნახოთ B. ნუ B-ს პრობლემა ცხადია, ძალიან თვალშისაცემი იყო. B და C სიმრავლეებს აქვს მეგობრებო ერთი და იგივე ელემენტი და ეგ არ შეიძლება. ეგ მავს დიდი მინუსი. G ვარიანტი ვნახოთ. აქაც A და B სიმრავლეს აქვს მეგობრებო საერთო ელემენტი და ესეც არ შეიძლება ხდებოდეს. ესეც გამოვიცხოთ. და ახლა რაც შეეხება D ვარიანტს, აკლია განაწილებას ორიანი. ორიანი არც ერთ ქვესიმრავლეში არ არის განაწილებული, შესაბამისად ესეც არ ღვევს კლასებად დაყოფის პრინციპს. ანუ პასუხი იქნებოდა A. სამკუთხედების სიმრავლის კლასიფიკაციას წარმოადგენს სამკუთხედების ქვესიმრავლეები. ანუ რა უნდა ხდებოდეს ახლა მეგობრებო, ჩვენ რომ გვაქვს სამკუთხედების სიმრავლე, ეს ისე უნდა დაყოთ ჯგუფებად, ну არ ვიცი ახლა რამდენი ჯგუფად აქვს ავტორს ქვესიმრავლე დაყოს. ასე ჩავხედავთ. არ უნდა დამჩეს რომელიმე ტიპის სამკუთხედი მიუკუთვნებელი ამ ჯგუფებზე. მოდი ვნახოთ აბა. ახლა ზოგადად ისე რომ ჩვენ დავიწყებთ ვისწავლით გეომეტრიას, სამკუთხედებს გავივლით და ვიცით ჩვენ სახეებს, სამკუთხედის სახეებს განვიხილავთ. შეგვიძლია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით განვიხილოთ და აი გვერდებიდან გამომდინარე ახლა აქ თუ დავაკვირდებთ, არა, კუთხეებზეც ყოფილა საუბარი. ხო, თუ ძირითადად ორი ნიშნით შეგვიძლია სამკუთხედები დავაჯგუფოთ, ესაა კუთხეების ნიშნით და გვერდების ნიშნით. კუთხეების ნიშნით თუ დავაჯგუფებთ, კუთხეების მიხედვით 3-3 ჯგუფია, მეგობრებო, ეს არის მახვილკუთხა, ხოლკუთხა სამკუთხედები, ასეთი სამკუთხედები, ბლაგკუთხა, ასეთი სამკუთხედები და მართკუთხა. ძალიან მეტი საჩვენებელია მეგობრებო, რომ სხვადასხვა სამკუთხედი არ იარსებებს. სამივე კუთხე 90 ნაკლები უნდა ჰქონდეს, ან ერთი ექნება 90-ის ტოლი, ან ერთი ექნება ბლაგი 90-ზე მეტი და გამორიცხულია სხვა კონტექსტი. ის კუთხეების მიხედვით და თუ გვერდების მიხედვით დააჯგუფებთ. გვერდებით. მაშინ აქ არ შეცდეთ და არ გეგონოთ, რომ სამი ჯგუფია სხვადასხვა გვერდა, ტოლფერდა, ეს ერევათ ხოლმე და ტოლგვერდა. სინამდვილეში მეგობრებო, ტოლგვერდები ხო თავიდან ბუნდე ტოლფერდებში შედის. ამიტომ ეს არ იქნება სწორი კლასიფიკაცია. ეგ არ ივარგებს. აბა მოდი ვნახოთ, აგერა, A ვარიანტი იყო ზუსტად ეს შემთხვევა და გამორიცხული იყო არ ივარგებდა. რაც შეეხება ახლა ვნახოთ
ტოლგვერდა ბლაკუთხა მახვილკუთხა უკვე არეული ერთმანეთში შესაბამისად ტოლგვერდა სამკუთხედი თუ გახსოვთ თითოეული კუთხე მისი 60 გრადუსია და ანუ გამოდის 90 ნაკლებია თითოეული კუთხე და მახვილკუთხაა და ხომ უნდა იყოფოდეს ისეთ ქვესიმრავლეებად საერთო ელემენტი რომ არ უნდა გააჩნდეთ და აი აქ დააკვირდით ახლა ტოლგვერდას და მახვილკუთხას საერთო ელემენტები გააჩნიათ ტოლგვერდა თავიდან ბოლომდე მახვილკუთხას შედის ამიტომ ესეც არის ვარგი და ტოლფერდა ტოლგვერდა მართკუთხა ანუ ეგეც არ ვარგა შესაბამისად იმიტომ რომ ტოლფერდა შეიძლება მართკაც იყოს და ტყუილია თან აქ ну ტყუილია და მორჩა დავთავდა და შესაბამისად პასუხი იქნებოდა გე კომედია სეგმენტად სწრაფად ან ისე გადარბენაზე არ ვარჩევდა გადაგებია ის ლოგიკა რასაც ვაყალიბებთ ნატურალურ რიცხვთა სიმრავლის რომელი კლასიფიკაცია არასწორი ვარ და გვაქვს ახლა თარ კლასიფიკაციას ითხოვ. აი პირველივე არის არასწორი. აი როგორი ახლა აქ ცოტა პრედიკატით არის აქ სიმრავლეები გადმოცემული და ანუ ორი სიმრავლე გვაქვს, ნატურალური რიცხვთა სიმრავლე დაყო ავტორმა ორ სიმრავლედ აპასუხში, ეს იყო შედგენილები და ეს იყო მარტივი, ხო? პრინციპში მარტივი აღსაქმეა. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ნატურალური რიცხვები არ იყოფა მხოლოდ შედგენილ და მარტივ რიცხვებად, ამასუთ ასევე გაერთიანება ერთიანთანაც. შესაბამისად, აპასუხი არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ცდარს არასწორს ვთქვით. იმედი არ დაგაბნიათ ახლა საუბარმა. ახლა გე რატომ არის სწორი, ანუ გამოსარიცხი, იმიტომ რომ სწორები ხომ და გამოგვერიცხა. ნატურალური რიცხვები მართლა ლუწ და კენტ რიცხვებად იყოფა. მეიტნაირი ნატურალური რიცხვი ჩვენ ნახავთ თქვენ თუ ორზე გაყოფის მიხედვით განიხილავთ. ბ-ში არის ის ვარიანტი განხილული, რაც აი ზემოთ თქვით, რომ მუდაყოფილი იყოს, სწორ პასუხად მოქცეულიყო ა და ჩვენ ან ბ სწორი პასუხი გამოდის, მაგრამ ჩვენ სწორი პასუხები არ გვაინტერესებს და შედარებით უცნაურად არის გადმოცემული, მეგობრებო, აი დ პასუხი და უფრო ამიტომ ვიხილავ ახლა მესამე ამოცანას. რა არის აქ საინტერესო? აი ჩვენ ვხედავთ ახლა 4n-1 სახის რიცხვია a. ნუ ეგ რა რიცხვია? ჩვენ გვაქვს ამაზე ნავარჯიშები და უბრალოდ ვიყენებდით 4k + 1 4k + თუ მინდა n-ს ნავზე რაღაც ამაშია განსხვავება 4n + 1 4n + 2 4n + 3 და 4n სახის რიცხვებს ვიხილავთ და ეგ რისე მიხედვით განხილვა რა გაშთებს გვაძლევენ რიცხვები 4-ზე გაყოფისას აი ამის მიხედვით გვაქვს დაჯგუფებული მთელი რიცხვები ამ შემთხვევაში ახლა ნატურალური გვინდოდა და შესაბამისად ნატურალური რიცხვებიც. რომელი ნატურალური რიცხვიც არ უნდა იყოს, აი რომელიც გაგიხარდებით, მეგობრებო, რაც არ უნდა იყოს, ამ 4 ჯგუფიდან ერთ-ერთში მაინც ჩავარდები. უბრალოდ ახლა აქ წარმოდგენილია მეგობრებო 4n-1 4n-3 და 4n-1 ამის შესაბამისი იქნება. ანუ 4n-1 არის რიცხვი, რომელიც 4-ზე გაყოფის დროს რომლის 4-ზე გაყოფის დროს ერთი გვაკლდება ზუსტად გაყოფის შესასრულებლად და ანუ ეგ იგივე არის 3-ს გვაძლევს ნაშთს და c და არის 4n-3 ანუ 3 გვაკლდება გაყოფის ზუსტად შესასრულებლად. ანუ 1-ს გვაძლევს ნაშთს. ეს ერთი და იგივეა. და რაც შეეხება 4-ს და 4+2-ს, ესენი როგორი რიცხვებია? კი, მეგობრებო, სხვადასხვა ნაშთს გვაძლევენ 4-ზე გაყოფის დროს, მაგრამ აქ გამოდის, რომ 0-ია ნაშთი, აქ გამოდის 2-ია ნაშთი და შესაბამისად, ესე იგი ზუსტად იყოფიან 2-ზე, ხო? ანუ ლუწი რიცხვები გამოდიან. ამიტომ ასე კლასიფიკაცია, სადაც აქ მოცემულია რიცხვი, რომელიც 1 აკრება 4-ზე გასაყოფად, აქ 3 აკრება 4-ზე გასაყოფად. ეგ უკვე არის და შესაბამისად 4n-1 და 4n-3 არის სხვადასხვა ტიპის კენტი რიცხვები. აი აქ უკვე არის ყველა ლუწი რიცხვი ერთად მოცემული. ესე იგი გამოდის, რომ ეს სამი სიმრავლე ზუსტად ასახავს ყველა ნატურალურ რიცხვს, იმიტომ რომ სხვაგვარი ნატურალური რიცხვი არ გექნება 4-ზე გაყოფის მიხედვით. ან გექნება ლუწები, ან რიცხვი, რომელიც საც 1 აკლდება 4-ზე გაყოფისას, ზუსტი გაყოფისთვის, ან 3 აკლდება. შესაბამისად, ესეც მეგობრებო, სწორ კლასიფიკაციას წარმოადგენდა და ჩვენ ვერ განვიხილავთ უბრალოდ სწორ პასუხად ამას, რადგან ჩვენ თარ პასუხს ვეძებდით. მეოთხე.
ნატურალურ რიცხვთა სიმრავლის რომელი კლასიფიკაციაა სწორი? აქ უკვე გთხოვენ უბრალოდ სწორ კლასიფიკაციას. შეგიძლიათ მიყვეთ ჩვენ მანამდე აღწერ ლოგიკას, იმშელოთ, ილაპარაკოთ. ჩვენ უბრალოდ აქ პირდაპირ დავაფიქსირებ ახლა სწორ პასუხს და შესაბამისად მაგალითად B თუ სწორია უკვე მიხვდებით რომ ატყუილია. აი ზემოთ რაც ვილაპარაკე მე D პასუხში, ხო, მესამის D პასუხში მიხვდებით რომ G აქ მეოთხეზე G უკვე ტყუილი გამოდის, იმიტომ რომ 4-ზე გაყოფის მიხედვით მხოლოდ 4-იან მინუს და 1 და 4-იან მინუს 3 ტიპის რიცხვებად არ იყოფა ნატურალური რიცხვები. აი კლასიფიკაციისთვის ყველა ნატურალური რიცხვი და გაგვენაწილებია, ხო, ქვესიმრავლეები. და რაც შეეხება B უკვე მარტივი მისახვედრია რომ აქ რიცხვები დაჯგუფებულია სამზე გაყოფის დროს რა ნაშთს გვაძლევენ და სამზე გაყოფის დროს ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამი განსხვავებული ნაშთი 0, აქ -2, ანუ ფაქტობრივად რიცხვი რომელსაც 2 აკლდება ზუსტად გაყოფისთვის და აქ რიცხვი რომელსაც 1 აკლდება ზუსტად გაყოფისთვის. სამზე ზუსტად გასაუბრეთ. B იყო აქ ცხადი პასუხი. კარგი. სანამ ახლა ჩვენ დეტალურ განხილვას შევდგებით მეხუთე ნომრიდან მოყოლებული, მოდი უკვე ახსნათ რას ნიშნავს სიმრავლეთა დეკარტული ნამრავი. სხვა ასოციაციურად შეიძლება ეს ასე ვთქვათ მიხვდეთ რომ არ ცოდოთ აქამდე, ყველა დეკარტე ვიცით ახლა ცირად რა კონტექსტში მოიხსენიება ეს სახელი ჩვენთან მათემატიკაში, ეს არის დეკარტეს მართვა კოორდინატთა სისტემასთან მივთებით. ანუ ჩვენ სწორედ ამ სისტემას ვიყენებთ წერტილების იდენტიფიცირებისათვის, მათი ადგილმდებარეობის გასარკვევად, სხვა სისტემებიც არსებობს, ახლა ამაზე არ მინდა დღეს საუბარი. და შესაბამისად რა ახასიათებს ამ სისტემას სიბრტყეზე? თუ თქვენ აიღებთ რაიმე წერტილს, მას გააჩნია სახელი და კვარი, ანუ მდებარეობა x ღერძის მიმართ, და a წერტილია მისი მდებარეობა, a მნიშვნელობა და მდებარეობა y ღერძის მიმართ, ხო? ამ მდებარეობებს როგორ ვარკვევთ? მოცემულ წერტილს ვაგეგმილებთ, ანუ მისგან მართობებს ვუშვებთ საკოორდინატო ღერძებზე. და შესაბამისად ნებისმიერი წერტილი აღიწერება წყვილით, ხო? AB წყვილით. ახლა არ ვიცი რამდენად გაქვთ თქვენ გამოცდილება გეომეტრიული ამოცანების გარდა ან ზოგიერთი ამოცანის გარდაქმნისა გეომეტრიულ ამოცანად კონკრეტულად კერძოდ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემის გამოყენებით, მაგრამ თუ თქვენ სადმე ხვდებათ წყვილები, რიცხვითი წყვილები, ხო? აი მაგალითად რაღაცა m-ია წყვილი და ამ წყვილებზე არის კონკრეტული რაღაც სიტუაცია, პრობლემა მოფიქრებული და გადასაჭრელად მოგვაწოდეს. შეგიძლია ინტერპრეტაცია გავუკეთოთ და ნახსენები არ იყოს დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, მაგრამ თქვენ აღდგენითაც მოიტანოთ რა. და ეს წყვილები განიხილოთ წერტილებად. აი ზუსტად აქაც დეკარტული ორი სიმრავლის დეკარტული ნამრავის დროს რას უნდა ნიშნავდეს ეს დეკარტულობა, რატო ასოცირდა სიმრავლეთა ასეთი ნამრავი დეკარტეს სახელთან, თქვენთვის რატო უნდა ასოცირდეს? არის პასუხი რა? თქვენ რომ გაქვთ ორი სიმრავლე, A სიმრავლე, ну სიტყვასთან A და B ელემენტებს შეიცავს და B სიმრავლე, რომელიც შეიცავს 1, 2, 3-ს. რას ქვია ამ ორი სიმრავლის დეკარტული ნამრავლი? ეს გამოისახება მეგობრებო, აი ასეთი აი პეჭრის დროს გამრავლებას ვიყენებთ, x-ი არ გეგონოთ, სიმბოლოთი. და რას ნიშნავს ამ ორი სიმრავლის დეკარტული ნამრავლი? ეს არის დალაგებული წყვილების ერთობლიობა. ნახეთ, წყვილები. ხო? და დალაგებული ნიშნავს მეგობრებო, რომ ამ წყვილში ელემენტების თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს, ანუ თქვენ სიტყვაზე ვთქვათ x, y სიტყვით თუ yx ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. და რა წყვილების ერთობლიობა, სადაც პირველი ელემენტები იქნება აღებული A სიმრავლიდან, ანუ პირველი თანამამრავლიდან, ხოლო მეორე ელემენტები B სიმრავლიდან. ანუ ეს იქნება A1, A2, A3. B1, B2 და B3.
სა ასეთი სიტუაცია გვაქვს ოქროები. ახლა რა იქნებოდა მაგალითად B-სიმრავლე რომ გადამემრავლებინა A-სიმრავლეს. ნუ ალბათ მივხვდით ხო, არ არის რთული წარმოსადგენი. თქვენ უნდა დააწყვილოთ A-სიმრავლის ელემენტები B-სიმრავლის ელემენტთან ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან და პირველ ამ წყვილში პირველ ელემენტად უნდა აიღოთ პირველი თანამამრავლე, რაც არის მისი ელემენტები. ანუ გამოდის, რომ B-ს დამრავლიანზე უკვე სხვა იქნება. რა იქნება? ეს იქნება 1 A-სთან, 1 B-სთან. მერე 2 A-სთან, 2 B-სთან. მერე ეს და გააგრძელებთ ასე შემდეგ რა. 3 A-ზეც დაწერთ. და არის და მეტი არაფერი. შესაბამისად, ახლა აქ რა კითხვები შეიძლება იყოს საინტერესო. აქ ძირითადად აღნიშვნებზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, აი მაგალითად, რას ნიშნავს A კვადრატი. ეს არის დეკარტული დამრავლი და ეს არის თუ A-სიმრავლეს თავისივე თავზე ამრავლებთ რა. ანუ წყვილები იქნება აღებული პირველი ელემენტის და მეორე ელემენტის წყვილებიდან ერთი და იმავე სიმრავლიდან. ანუ ეს იქნება იმ წყვილების ერთობლიობა A კვადრატი იქნება იმ წყვილების ერთობლიობა ისეთი n-ების ერთობლიობა, სადაც m-იც A-ს ეკუთვნის და n-იც ეკუთვნის A-ს. კიდევ რა შეიძლება იყოს აქ საინტერესო ახლა ელემენტების რაოდენობა. ანუ დეკარტულ დამრავლში რამდენი ელემენტი შეიძლება შეგვთქვეს მეგობრებო? შეიძლება შეგვთქვეს შეიძლება არა კონკრეტულად იქნება, აი თუ A-სიმრავლეში არის m ცალი ელემენტი და B-სიმრავლეში არის n ცალი ელემენტი, მაშინ A-B-სიმრავლის დამრავლში აუცილებლად იქნება m ჯერ n ცალი ელემენტი. ნუ ძალიან მარტივი მსახვედრია, ხო? 5 ელემენტი თუ არის პირველ სიმრავლეში და მეორეში 6, 5 ცალივე და 5-დან თითოეული დაუწყვილდება 6-ვეს, ანუ 5 ჯერ 6 ელემენტი არის ქვესიმრავლე მიიღება დეკარტული დამრავლისას. კარგი, მოდი გავყვეთ ახლა მეხუთე ამოცანიდან. თუ A-სიმრავლე შედგება m ელემენტისგან, მაშინ A-სიმრავლის საკუთარ თავზე დეკარტულ დამრავლში ელემენტთა ოდენობა რა იქნება? ნუ რა თქმა უნდა იქნება m კვადრატი. იმიტომ რომ A-სიმრავლეში ფორმულაა რა, ერთგვარი თუ ერთშიც არის რამდენი ელემენტია, მეორეში რამდენი ელემენტიცაა, დეკარტულ დამრავლში იქნება ამ ელემენტების რაოდენობათან დამრავლი. თუ შესაბამისად m კვადრატი იქნება. ახლა მოდი შევტიოთ მეგობრებო, მაინც ერთი წუთი გავაკონტროლოთ ფორმალურად პასუხები. გავნა შეცდომა წესი დავკონდეს ახლა ფერი, მაგრამ მაინც გავაკონტროლოთ. კარგი, ჯერჯერობით ყველაფერი იზია. ვიფს. სიფრთხილეს ვიჩენ, იმიტომ რომ ვიცი ახლა ჩემი მოწყვლადობა მექანიკური შეცდომების მიმართ და ამიტომ შეიძლება ზედმეტადაც ვიჩენდეთ ხოლმე სიფრთხილეს. თუ A-სიმრავლე შედგება m ელემენტებისგან, m ცალი ელემენტისგან, მაშინ ეგ უკვე ფაქტობრივად იქნება წერტილი სივრცეში, ხო? იმიტომ რომ სამი განზომილება გააჩნია და რა იქნება? რა თქმა უნდა, იქნება m-ub. ანუ ამის ელემენტების რაოდენობაც m-ია, მეორესიც, მესამესიც და m ცალი m-ს დაუწყვილდებოდა m კვადრატჯერ, ხოლო m კვადრატი m-ს შეუწყვილდებოდა, შემდეგ m კვადრატჯერ m-ი რომ დავწეროთ, ანუ m კუბჯერ. მეშვიდე. თუ A-სიმრავლე შედგება m ცალი ელემენტისგან, b n ცალი ელემენტისგან, მაშინ AB დამრავლში ელემენტთა რაოდენობა იქნება, მეგობრებო, mn. მედია ამას ვთქვით და პრობლემას არ გვიქმნის ეს. იმიტომ რომ ერთი და იგივე კითხვა იყო ფაქტობრივად მაგალითში. მე სხვა შედარებით საინტერესოა, უნდა მივხვდარიყავით მეგობრებო, რომელი იყოს სწორი. ახლა როგორ უნდა ვიხდით? ეგ კუთვნილება რასა და რა შორის გამოიყენება ელემენტსა და ელემენტი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს სიმრავლე. არ დაგვაუწყდეს რომ ეს დეკარტული დამრავლია, დეკარტული დამრავლიც სიმრავლეა. ოღონდ რისი სიმრავლე? წყვილების სიმრავლე. ანუ სიმბოლო სწორედ არის გამოყენებული
წვილი უნდა იყოს ზუსტად ელემენტი დეკარტული ნამრავლის. მაგრამ ახლა რა უნდა ხდებოდეს? პირველი ელემენტი უნდა ეკუთვნოდეს პირველ სიმრავლეს და მეორე ელემენტი უნდა ეკუთვნოდეს მეორე სიმრავლეს. 1/4 ეკუთვნის z ხო მთელ რიცხვთა სიმრავლეა. z? არა. მაშინ ეს ყუილი მიმართება. შესაბამისად სწორი გამოდის, იმიტომ რომ -5-იც ეკუთვნის z, 1-იც ეკუთვნის z, ამიტომ -5 1 აუცილებლად იქნება ქვესიმრავლე 2 მთელ რიცხვთა სიმრავლის დეკარტული ნამრავლისა რა, ერთმანეთზე. ხო ვიცით, ყველა მთელი რიცხვიდან გამრავლდეს, ყველა მთელი რიცხვი. ახლა ეგ აბსურდია. იდეაში ვერ ჩამოთვლი ყველა მთელი რიცხვი უსასრულო, მაგრამ რა თქმა უნდა დეკარტული ნამრავლიც იქნება უსასრულო, ჩვენ ხო ესე არ გვჭირდება ახლა სიმრავლის ჩამოწერა, რომ მივხვდეთ, რომ -5 1 იქნება აი ამ დეკარტული ნამრავლის წევრი. აი ეგ, როგორც პირველი გამორიცხეთ, აქაც ირიცხება, იმიტომ რომ 1/2 z-ის შემადგენლობაში არ შედის და შესაბამისად d-ც ირიცხება, იმიტომ რომ ფესი 2 ირაციონალური რიცხვია და მთელ რიცხვებში არ შედის. ამიტომ პასუხი იქნებოდა ამ შემთხვევაში b. მოგძილოთ, რიცხვი ავსკროლოთ. ძალიან ბევრი ნომერიც არ მაქვს მოწოდებული, მე მოგაწოდეთ ახლა იმდენი ნომერი, რომელიც მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას აი ამ ვიდეოზე უცებ თვალის გადავლებით, თქვენ არ დაგავიწყდებათ პირველ რიგში კლასიფიკაცია, მეორე რიგში უკვე დეკარტული ნამრავალი. სანდაროდ გაჩვენებული მე-9-ზე ვარ თუ არ ვცდები, ხო? საკოორდინატო სიბრტყის წერტილთა სიმრავლე შეიძლება ასე ჩავწეროთ. საკოორდინატო სიბრტყე არის ეს. აი ყველა წერტილი რა არის მეგობრებო? ყველა წერტილი არის, მოდი გავაფერდოთ ახლა ჩვენ. ასე იყოს, აი ეს აბსოლუტურად ყველა წერტილი. როგორ შეგვიძლია გადავიცეთ? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ეს წერტილი არის სიმრავლე. და ეს სიმრავლეები ჩვენ ახლა სიმრავლეებზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ წერტილის მოწოდებაზე არ ვისაუბრია, თუმცა რთული მისახვედრი არ არის. წერტილზე რომ წარმოგიდგინო ინფორმაცია, უნდა მოგაწოდო, ესე იგი წყვილი, ხო? AB წყვილების სახით უნდა მოგაწოდო ეს წერტილები. ანუ თუ მე ავდგები და ამ სიბრტყის წერტილთა სიმრავლეს დავწერ, როგორ უნდა წარმოგიდგინო ეს სიმრავლე წყვილებით? მაგრამ ეგ ახლა წყვილების სიმრავლე რა არის? დეკარტული ნამრავლი არ არის ორი სიმრავლის, მაგრამ რომელი ორი სიმრავლის? პირველი აწყვილი რომელ სიმრავლისაც ეკუთვნის, აწყვილებიდან პირველი ელემენტი და B ელემენტიც მეორე ელემენტი რომელ სიმრავლის ეკუთვნის და ახო ნებისმიერ აი x ღერძზე მდებარეობს და ნებისმიერი წერტილი შეიძლება იყოს x ღერძის, ესე იგი ნებისმიერ ნამდვილი რიცხვი. B-ც ანალოგიური არ არის, ოიგრე ღერძის ნებისმიერი წერტილი შეიძლება იყოს, ხო? ანუ ესეც რიცხვითი ღერძია და რიცხვით ღერძზე ნებისმიერი წერტილი რომ ავწეროთ, ესე ნამდვილი რიცხვი უნდა ვთქვა ზოგადად. რა გამოდის? გამოდის, რომ სიბრტყის წერტილები ჩვენ სიმრავლე რაღაცა q სიმრავლე სიბრტყის წერტილთან q რაღაცა მოვიფიქროთ რა f სიმრავლე. როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ? ეს იქნება r კვადრატი r ჯერ r. ესე შეგვიძლია ჩავწეროთ მეგობრებო. მე-11. ნუ მე-11 ახლა შედარებით ეს მოკლე დისტანციაზეა, მაგრამ ეს რა წერტილები აქვს დაშტრიხული, რომელთა x-ი მერობს 0-დან 1-მდე, ხო? ანუ x-ები ეკუთვნის 0-1-ს და y-ებიც 0-1-ს, ხო, ჩაკეტილია. ასე, ჩაკეტილია. y-იც 0-1-ს და გამოდის, რომ რაც არის დაშტრიხული, ეს არის მეგობრებო ამ ორი სიმრავლის ნამრავლი, ანუ 0-1 სიმრავლის ელემენტები დეკარტულად რომ გავუმრავლო 0-1 სიმრავლის ელემენტებზე. მგონია რომ ეგ საკმაოდ სარდა და მარტივი სიტუაცია. მე-12. R-ზე დეკარტული ნამრავლი შეიძლება ასე ჩავწეროთ და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეს ერთგვარი აღნიშვნა მეგობრებო და აი განსაკუთრებული ანალოგიურად არ უნდა დავიფნეთ და მე-13-შიც ახლა მართალია სიმბოლოთი არ არის ეს რაღაც ქვესიმრავლე აღნიშნული 0-1-დან, მაგრამ ხო მიხდით რომ ამ სიმბოლოთი კვადრატი შეგვიძლია დავაწეროთ
და ეგ იქნება დეკარტული ნამრავლის აღნიშვნელი. მე-14 მოცემულია ასიმრავლე, რომლის ფორმულა და რომელი ფორმულა არის არასწორი. ოკეი, კი ბატონო. აბა მოდი მივყვეთ ახლა. პირველი ცოტა ავსკროლავ ზემოთ, თუ გვაძლევს საშუალებას, ცები, კი, გვაძლევს, თავი გამოვყენოთ ეს საშუალება. აბა მე-14-ში. ვთქვათ, A უდრის, ხო, ეგ სიმრავლეა 1 2 3-ის ელემენტების ერთობლიობაა და 1 მოდი B-ში ჩავხედოთ. პრინციპში A-საც. მოდი A-დან დავიწყოთ. A ეკუთვნის 1 ეკუთვნის A კვადრატს, ესე იგი, რა გამოდის? 1 უნდა ეკუთვნოდეს A ჯერ A-ს. ესე იგი, ერთიანი უნდა შედიოდეს A-ში, ხოლო მეორე ერთიანიც უნდა შედიოდეს A-ში და რა თქმა უნდა შედის. ამიტომ პირველი სწორია. ანალოგიურია B-ს. ერთიანიც ეკუთვნის A-ს, ამ A კვადრატიდან პირველ სიმრავლეს, ორიანი ეკუთვნის A-ს, ანუ შესაბამისად 1 2 წყვილი არის ამ დეკარტული ნამრავლის ელემენტი. 3 1-იც მეგობრებო, ანალოგიურად შევდით და ნუ აქ ცხადი გამოდის, რომ D იქნებოდა ეს ერთი განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ რომ 4-იანი არ ეკუთვნის A სიმრავლეს. ნუ პასუხი მე-14-ში იქნებოდა D. მე-15 ვთქვათ, A სიმრავლე არის 1 2 3, კი ბატონო, B მისი ქვესიმრავლეა, კი ბატონო, მაშინ B არ შეიძლება იყოს და ნუ ახლა ცოტა ძველი მასალის გამეორებაც იწყება ერთგვარად. ქვესიმრავლე საერთოდ წარმოდგენა რო არ გქონდეს ქვესიმრავლეზე, შენ თუ გახსოვს სიმრავლის განმარტება, რომ ის არ უნდა შეიცავდეს ერთი და იგივე ელემენტს, მაშინ იტყოდით, რომ B ზოგადად ქვესიმრავლე კი არა, სიმრავლეც კი არ შეიძლება იყოს რაიმეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქვესიმრავლეც ვერ იქნებოდა, ეს ვერ იქნებოდა. მე-16 თუ A, B, C დალაგებული წყვილებია, ოკეი, კი ბატონო, და A უდრის C-ს, კი ბატონო, და B არ უდრის D-ს. ესე იგი, A და C ერთნაირია. ეს გაგვიწყდა კალამით. ასე, ხოლო B-ს და D-ს რაც შეეხება, ისინი არიან განსხვავებული. მაშინ ეს თუ წერტილად რომ განვიხილოთ, ახლა ეს AB წყვილი და CD წყვილი. იქნება ერთი და იგივე წერტილზე საუბარი, გამორიცხულია, შანსი არა, ხო? ანუ შესაბამისად A, B, C, D όλοι ვერ იქნება A ტყუილი. A, B შეიძლება ტოლი იყოს, არა გამორიცხულია, რა შეიძლება ცალსახად B და D განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. და B და D-ს, თუმეტეს თუ შეაბრუნებ ახლა D-ს და B-ს, ანუ B და D უნდა იყოს ერთნაირი და B და D ერთნაირი არა, ამიტომ თავისთავად ეს მაგალითიც არის. მაგრამ B იქნებოდა სწორი. და მე-17 ნუ ხედავთ, რომ ეს არის ორი დალაგებული წყვილი, ვიცით, რომ წყოლია ეს წყვილები და მაშინ რა ხდება? რა იქნებოდა? მეგობრებო, წყვილის ტოლობა ისევ წერტილს რომ შევხედოთ, ერთი და იმავე წერტილზე მიანიშნებს, ხო? და წერტილი თუ ერთი და იგივე, ესე იგი მისი x კოორდინატი ესე იგი ორი წერტილი თუ ერთმანეთს ემთხვევა, აქ არის A წერტილის და აქვე არის B წერტილიც, ხო? ესე იგი ერთის x-ი მეორეს x-ის ტოლი უნდა იყოს. ერთის y-ი მეორეს y-ის ტოლი უნდა იყოს. და ამას ყველაზე კარგად აღწევს D პასუხი, ხო? კარგი. ნუ ეგ შედარებით მოკლე ვიდეო გამოვიდა. ამით ჩვენ სიმრავლეებზე საუბარს დროებით ვასრულებთ. თუ გამოხმაურება მოყვა და რამე საკითხების დაკონკრეტება მოგინდათ, ჩვენ კომენტარების ბლოკს დავამატებთ ვიდეოებს და ნუ შეგეძლებათ მოგწეროთ იქ და კი პასუხებთ. ან გავაკეთებთ რაიმე ახალ ვიდეოს. კარგი, დროებით აბა.